ემიგრაცია ვის უშვებენ და ვის არ უშვებენ ჩვენ ქვეყანაში. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და ამაზე ასეთ პროცესზე დასასწრებად ვიყავი მოსული დღეს. ხალხნო, მე ვარ პირველი პოლიტიკოსი, ვინც კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ეს არის უმწვავესი საკითხი, რომელსაც ჭირდება სერიოზული შესწავლა და ყურადღება. ვის უშვებენ ქვეყანაში და ვის უშვებენ ქვეყნიდან. ემიგრაცია, იმიგრაციის საკითხი. დღეს მოვედი, იმიტომ რომ მოგიყვეთ ერთი მაგალითი. ქალბატონი იგივე ლიტვის მოქალაქე, რომელიც 15 წელია ცხოვრობდა საქართველოში, რომელსაც ყავს საქართველოს მოქალაქე მეუღლე, ბავშვები, აქ ქონდა ბინადრობის უფლება. ადამიანი 15 წელია ცხოვრობს საქართველოში. თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემა აღმოჩნდა, რომ ის არის ჟურნალისტი, პოლიტიკურად აქტიური და პროტესტების დროს და სავარაუდოდ პროტესტებთან დაკავშირებით ის ქვეყანაში საზღვარზე უბრალოდ ერთვენიერ დღეს არ შემოუშვეს. ეს არის ძალიან სერიოზული რაღაცა და კითხვა. 25,000 ადამიანი რო ყავს ქვეყანაში, რომელიც შენ თვითონ მეუბნები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რო ყავს არალეგალურად.